მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. გუშინ წინ ჩამოვედი ჭიათურიდან, ვიყავი კაცხის სახალხო დღესასწაულზე, ეს არის მესვეტეობა, რომელიც მეორე წელია უკვე აღენიშნება. ამ დღესასწაულს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, უბრალოდ მოხდა ამ ტრადიციის აღდგენა, მე გიჩდები ესეთ დღესასწაულებზე და მიზანი რა არის ასეთი სახალხო დღესასწაულების. როგორც იქაც ითქვა, ეს არის ახალი სიცოცხლის შეტანა და რასაკვირველია პოპულარიზაცია. და დაგხვდა გარემო, აი სულ ამას ვამბობთ, აი ასეთი ქართული, ასეთი მაღალ დონეზე ორგანიზებული გარემო, აი ღონისძიება მე არ მახსოვს ბოლოს სადავეს არის ასეთ ღონისძიებას და აი დაგხვდა იმერეთი მთელი თავისი დიდებულებით. გარდა იმისა, რომ ეს იმერული ჰანგები და ჩვენი უნიკალური სიმღერები, ცეკვები, გარდა ამისა იყო არაერთი მასტერკლასი და რაც აი აღმაფრთოვანებელი იყო და თვალშისაცემი, აი იმერელი საზოგადოება, გამოპრანჭულები, დიდიან პატარიანად, ქალიან კაციანად, აი იშვიათია დღევანდელ რეალობაში აი ესეთი საზოგადოების დანა. იმერლებსთან გაპრანჭვა არ ეშლება მოდივარი. აი დავინახეთ იმერეთი და ამ იმერეთის სახით საქართველოს და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, ვინც ჩვენც მიგვიწვია გიდები ამ საოცარი ღონისძიების სანახავად. პირველად ვნახე სხვათა შორის მოძრავი თონე, არ ვიცი თუ გაქვთ ნანახი ფორმულებზე თონე. ეხლა თონე ყველგან საჭიროა მოძრავი. სხვათა შორის გარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისა იყვნენ უცხოელი სტუმრები, რომლებიც ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას და როდესაც გერმანელი იყო თუ არ ვცდები, თავისი ხელით რო ჩააკრა პური ამ თონეში და რო იღო მე სხვებსაც დარჩა საქართველოში. აი ეს იყო რაღაცა საოცარი, აი საოცარი შემთხვევის ამიტომაც შეგვიწყო ხელი და რაღაც ესე იგი ძალიან მოხიბლული ხარ და ძალიან მოხიბლული ვარ. საერთოდ ჭიათურაში ინფოტურით ორჯერ ვიყავი. ზოგადად ინფოტური ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გიდები ვსწავლობთ ძეგლებს თვითონ რეგიონს და გიორგი დვალაშვილი, ახლა მისი წიგნიც მაქვს მოტანილი, ჭიათურის ღირსშესანიშნაობები. აქ არის განხილული 50 ღირსშესანიშნაობა. ხო გონია რომ მაგალითად თუნდაც ჭიათურაში არის მაღარო და რაღაცა თითო ორ რაღაცასთან არის ასოცირებული 50 უნიკალური ძეგლია და ზოგადად თვითონ ეს ქალაქი თავისი არქიტექტურით, ისტორიით და კულტურული ძეგლებით არ გავს არც ერთ ქალაქს. ანუ იქ რა ძეგლებიც არის, უბრალოდ არის უნიკალური და განუმეორებელი არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უბრალოდ ჩვენ რო ცოტა კარგი ქვეყანა ვიყოთ, ჭიათურა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა საქართველოში შემოსული სტუმრებისთვის. და საინტერესოდ იწყებ მაგწინააღმდეგ რა თქმა უნდა, ისევე როგორც აი თავის დროზე გაკეთდა სიღნაღი, ხო გვახსოვს, ანუ მისი მშენებლობა თავიდან ბოლომდე აშენდა და დღეს არის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა. ზუსტად იცი სად უნდა წავიდეს? ეს სიყვარულის ქალაქიო რო ამობენ. ჭიათურა ეს არის საჰაერო ვენეციას ეძახიან და საერთოდ არ არის გაზვიადებული, იმიტომ რომ თავის დროზე ამ ქალაქში იყო 18 საბაგირო. წარმოგიდგენთ, აი ერთ პატარა თბილისში ხა რამდენიმე საბაგიროა ამ ხელა ქალაქში. ერთ პატარა ქალაქში 18 საბაგირო, ისე როგორც ვენეციაში გონდოლებიც გადაადგილდებიან, აქ არის საჰაერო გონდოლები და მარტო ეს სახელი გაყიდის ტურისტულ პაკეტს. საჰაერო ვენეციას, ანუ იმდენად ის არის. ეხლა რით არის ჭიათურა განსაკუთრებული და სანამ აი თვითონ უშუალოდ მუნიციპალიტეტზე გადავალ, ერთი რამ რაც აი ძალიან შემოდის უკვე და ჭიათურაში ამხრივ უდიდესი პოტენციალი ჩანს, ეს არის აგროტურიზმის განვითარება. ეხლა ნახეთ, აგროტურიზმი რით არის თქვათ მიმზიდველი. იმ ადამიანებს ჩვენც ასე ვართ, როდესაც მოგზაურობთ სხვა ქვეყანაში, ის გაპრანჭული ტურისტული ზონების ნაცვლად ადამიანს აინტერესებს აი უბრალო ადამიანების ყოფა. მაგალითად, სადღაც სოფელში წასვლა, იქ ფერმერულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ხო, ამიტომაც არის კახეთში მაგალითად თავიანთი ხელით რო კრეფენ ყურძენს, იქ წურავენ ღვინოს, მერე თათარას, ანუ ეს ძალიან დიდი სიამოვნება და მეც ადგილობრივი, როდესაც არის ხოლმე ესეთი მასტერკლასები, მეც ისეთი ბედნიერებით მონაწილეობ, რომ რა ვიცი ხა თონეში პური ყველას არ ჩაგვიგრავს, ხო? ანუ შენი ხელით რო ჩააკრავ, აი ძალიან მნიშვნელოვანია და თვითონ ჭიათურაში აი 60-ვე სოფელში არის პოტენციალი, ანუ უნიკალური იმერული სამზარეულოს ხაზით აგროტურიზმის განვითარების. გარდა ამისა, ჭიათურაში არის ჩაის გზის პროექტი, ზოგადად ჩაის წარმოება მაინც ზღვის პირა
რა ადგილებთან ასოცირდება, მაგრამ ჭიათურაში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იწარმოება უნიკალური მთის ჩაი და დღესაც არის, აი 4 სოფელში ხდება ბიოჩაის წარმოება და სხვათა შორის წინა ინფოტურზე ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ხდება ამ ბიოჩაის წარმოება. ქალბატონ თინათინ კაპანაძესთან ის იყო სწორედ აი გუშინწინდელი ამ წინვალი ღონისძიების ორგანიზატორი. საერთოდ ასეთი ხალხი ბევრი რო ყავდეს ქვეყანაში, საქმეს რო ესე უდგება და აკეთებს, ძალიან წინ წავიდოდა ჩვენი ქვეყანა, როგორც ეს ქალბატონია და აი მანდ გავსინჯეთ ეს ჭიათურის ჩაი და არის აი ბრწყინვალე რამ და შესაძლებელია აი მასტერკლასების დაგეგმვა, არის პროექტი კი არა, ხორციელდება მოკრეფის მომენტიდან აი თვითონ რო გააკეთებ და მე აქეთ რო გამოგატანენ შენს გაკეთებულ ჩაის, ეს არის ის მიმართულება, რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება და ამ ხრივ, ანუ ჭიათურას აქვს უდიდესი პოტენციალი მღვიმეების თვალსაზრისით, ნახევ წინვალი პროექტი, შესაძლოა არ ვიცით რიცხობრივი მონაცემები 115 თუ 118, აი 115 ჰორიზონტალური მღვიმე გქონია ჭიათურაში, სადაც აქედან 100 მღვიმეში შეგვიძლია შევიდეთ ჩაფხუტის გარეშე. და ახლა ვნახე პროექტი, აი გიორგი დვალაშვილია ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ პროექტის, აკვარელის ფედერაციასთან ერთად, ანუ მხატვრები, სხვადასხვა სოფლიოს სხვა კუთხიდან ჩამოდიან და მღვიმეში დახატავენ, ანუ ამ მღვიმეების პოპულარიზაციისთვის. და სახატინდენია და და საერთოდ მღვიმეების ტური, ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ტური, რომელიც ჭიათურაში უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ არ აინტერესებს ხალხს უკვე ესეთი ადგილები, როგორც თქვი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ჭიათურას ეტიმოლოგია, ეხლა სულ საინტერესოა ჭია, თურა. ხშირად აი ჭიათურელები ამბობენ ჭათურა. ჭათურას, ხო, ძალიან ვერჯერ, ანუ ჭათურა არის, ანუ ბევრი რამე გვაქვს ამ ჭიათურაზე მოსველი, მათ შორის ჭიასავით მიკლა, ბევრი რამბავი, მაგრამ აი ეს უფრო ახლოს არის თითქოს ლოგიკასთან, იმიტომ რომ მართლა თითქოს ჭაშია ეს ქალაქი შიგნით და სავსებით შესაძლებელია აი მოგზაურებს მისთვის ეს სახელი დაერქმიათ. სხვათა შორის ისეთი მონეტებია ნაპოვნი, აი უძველესი ჩინური მონეტები, აი ჩინეთშიც რო არ არის ისეთი მონეტები, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ მოგზაურობდა მსოფლიო მასშტაბით ადამიანები. მსოფლიო მასშტაბით. ეხლა თვითონ ქალაქ საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო ეს მადნის წარმოება, მანგანუმის მადნის მოპოვება და მისი პოპულარიზაცია 1800 წლებს დავაზუსტებ 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა ამ მადნის ტრანსპორტირებისთვის და ჭიათურა დაუკავშირდა შორაპნის რკინიგზის სადგურს. ამ პერიოდში ჭიათურაში მუშაობდა 6000 ადამიანი. ეს იყო ძალიან განვითარებული რეგიონი, მდიდარი რეგიონი და საერთაშორისო პრესის ყურადღების ქვეშ. აი როგორი ისტორია ამ ქალაქს. შემდეგ 1800 ქალაქად როდის გამოცხადდა, ეს არის 1821 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი და 1821 წლიდან სხვათა შორის აღინიშნება ქალაქის დღესასწაული, ჭიათურობა. აუცილებლად წავალ წელს თუ იქნა მშვიდობა ქვეყანაში და ძალიან ბევრ ძეგლებზე ალბათ იმ პერიოდში გაგიზიარებთ ამ ძეგლების ისტორიას. და 1054 წელს გაიყვანეს და შემდეგ 1964 წელს იყო საინტერესო ამბავი, რომ ტროლეიბუსის ხაზით გაიყვანეს ჭიათურიდან საჩხერემდე, ანუ რომელიმე რეგიონში გვაქვს ტროლეიბუსი, რომელიც ორ ქალაქს აერთიანებს ერთმანეთთან. ეს იყო ჭიათურასა და საჩხერეში და ამ ხრივ აი ძალიან ბევრი რამეა ჭიათურაში, რაც ქალაქს ხდის უნიკალურს. ეხლა მუზეუმს რაც შეეხება, მუზეუმში არის უნიკალური მუზეუმი აქვს, ესე იგი საქართველოში არის იმდენად ცოტა ესეთი მაღალი ხარისხის მუზეუმები, 13000-ზე მეტი ექსპონატია მუზეუმში დაცული და შესვლა ღირს 3 ლარი წარმოიდგინეთ. 5 ლარია უცხოელებისთვის და გიდი შედის ამ ფასში რა. 13000-ზე მეტი ექსპონატია, მათ შორის უმდიდრესი არქეოლოგიური ისტორია არის, რითაც დასტურდება, რომ ჭიათურა არის ძალიან ძველი დასახლებული რეგიონი, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით, ანუ დასახლებული რეგიონი იყო და პლუს არის თვითონ აი ამ მადნის ისტორია და ძალიან ბევრი რამე, რითაც ეს ქალაქი არის უნიკალური ხელნაწერები.
ეხლაც გამოჩნდა მაგალითად ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი 60 ქულო, რაც არის ძალიან საინტერესო და ბევრი მასალა. მოკლედ, როდესაც ჩავალთ ჭიათურაში, ჭიათურის მუზეუმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს ხედველობიდან. ეხლა რაც შეეხება უნიკალურ ძეგლებს, რითაც აი სხვაგან რო ვერსად ვერ შევხვდებით. ესეთი ძეგლია მაგალითად ეხლა ყველასთვის ცნობილი კაცხის სვეტი. კაცხის სვეტი ეს არის სოფელ კაცხში, ჭიათურიდან არის 10 კილომეტრში და აი ნახეთ რა შთამბეჭდავი საოცარია ხო რაღაც სუმეტრეს მანდ როგორ წარმოგიდგენ რომ საქართველოში არის ასეთია საოცარი წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ძეგლზეა საუბარი ეს არის კირქვის სვეტია რომელიც არის 40 მეტრის სიმაღლეს ან ძალიან ციცაბო ანუ პრაქტიკულად აი ბუნების საოცრება არის წარმონაქმნი ბუნებრივი სიმაღლეში ფეხები მიცივდება ხო როგორ ადიან რაც რო გვინდოდეს ჩვენ არ აგვიშვება იქ მონასტერი ეს უბრალოდ ანუ ესეთი კვირაში სამჯერ ადიან ბერები აი ამ კიბით იმ კიბით ადიან და უბრალოდ საინტერესოა ასეთ ადგილზე როგორ მოხდა ამის აშენება ზემოთ არის ორი ტაძარი ერთი არის თვითონ ბუნებრივი ნედლეულით აშენებული მშრალი წყობით და მეორე არის ქვებიდან ესეთი თლილი კვადრებით აშენებული ტაძარია და ზოგადად აი ამ სვეტის თავზე ასე ვთქვათ ტაძრების სამლოცველოების უფრო ტაძარი უფრო ისეთია სამლოცველოების მშენებლობას უკავშირებენ მესვეტეობის ტრადიციას რომელიც იყო მე-6 საუკუნეში გავრცელებული აი ესეთი ბევრად შთამბეჭდავია ხო ფოტო როგორი შთამბეჭდავია ბევრად შთამბეჭდავია ადგილზე ანუ გამაოგნებელი ძეგლია რომელსაც არ ყავს ანალოგი და სხვათა შორის წინა ინფოტურზე რო ვიყავით მაშინ მისასვლელი გზა ჯერ კიდევ არ იყო და ეხლა არის ბრწყინვალე გზა ქვემოთ არის კომპლექსი ხო რაც კი კომპლექსია მანდ ბერები ძირითადად და ალბათ მე ზემოთ ტაძარია არის მუზეუმი პატარა მუზეუმია კიდევ ეზოში და სხვათა შორის ხო ჭიათურიდან 10 კილომეტრია დაშორება ჭიათურის ცენტრიდან გამოდის ტრანსპორტი ავტობუსი დგას 50 თეთრიყირს ანუ ესეც არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ძეგლის პოპულარიზაციისთვის და უბრალოდ 2006 წლიდან სხვათა შორის ძეგლს აქვს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ძეგლის სტატუსი ანუ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და არის და ამას ეძღვნება სხვათა შორის თუნდაც აი ამ კაცხის სვეტის პოპულარიზაციას კაცხის უნიკალური ეკლესიის პოპულარიზაციას ეს დღესასწაული მესვეტეობა რომლის დაბრუნება არის ძალიან სასიამოვნო და შემდეგში ალბათ უფრო პოპულარული გახდება, უფრო ცნობილი და დარწმუნებული ვარ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები ჩავლენ ამ საოცრების სანახავად. ეხლა მეორე ძეგლი, რომელიც ასევე უნიკალურია და არსად არ მეორდება, ეს არის კაცხის ტაძარი, მაცხოვრის შობის, რომელიც აი რო შეხედოთ კაცხი არის მოკლედ გამორჩეული თავისი ამ რაღაცა სასწაული ადგილები. კი ნამდვილად ასეა და აი ეგრევე თვალწინ გვიდგება ტაოკლარჯეთში ბანა, იმიტომ რომ ინტერიერი არის წრიული მოხაზულობის, ანუ ნახეთ სამიარუსიანია. აი არ ვიცი, მსგავსი ტაძარი საქართველოში არ არის. ულამაზესი. 1014 წელს არის დასრულებული ეს ტაძარი ბაგრატ მესამის დროს, ნიკორწმინდის თანადროულია. ნიკორწმინდაც არის ბაგრატ მესამის პერიოდის აშენებული. სხვათა შორის არის სამწუხარო ფაქტი, რაც აი ჩვენს ძეგლებს შეუიარაღებელი თვალითაც ეწყობა, ეს არის თვითნებური რესტავრაცია, სამჯერ არის აღდგენილი, რა ვიცი, აღდგენილი ცოტა ბჭყალებში. აი ყველაზე მძიმე დაზიანებები აქვს 1854 წელს, როდესაც მოხდა აი რეალური რაც არის აი მე-11 საუკუნის ბარელიეფების მოხსნა და ხელახლა მოპირკეთება. ანუ რა ნაწილია რა არის რაღაცა ნაწილი რაც მოხდებია ხო? როგორ არა. არის ახლა ერთი ორი ფოტო მაქვს ამოღებული იქით. საერთოდ ეს ტაძარი იყო რამდენიმე ფეოდალური საგვარეულოს საძვალე, მათ შორის ერთ-ერთი ცნობილია ბაღვაშების. და აი მატიანე ქართლის არის ცნობით ლიპარიტ ბაღვაში სწორედ ყდეკარის საერისთავო ხალხი ვიცით ესენი არის მისი საფლავი აქ არიან დასაფლავებულები ანუ ლიპარიტ ბაღვაში საფლავი აქ არის და მათი გერბიც არის გამოსახული აი თქვენ ხედავთ რომ ეს ანგელოზის ბარის მოხუცი ანგელოზი როგორც იცი ესეა და აი ეს ბარელიეფი ხა ეს არის 4 ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა მსგავს
არქეტიპის, ანუ ანგელოზები, შესაძლოა ხა სადმე იყოს გამოსახული, მაგრამ აი ანალოგი არ აქვს აბსოლუტურად. გარდა ამისა არის ბიბლიოთეკა, როგორც ისტორია ამბობს, ძალიან მდიდარი, უამრავი ხელნაწერები, ხატები ინახებოდა და კანკელის უნიკალური ფრაგმენტი, სადაც იყო აი ჭედურობა, ეს არის უკვე მუზეუმში გადატანილი. ესეც არის აი რაღაცა განსხვავებული რამ, რასაც ვერ ვნახავთ და არის მხოლოდ ჭიათურაში, აი კაცხში. შემდეგი დრო რო არ გაგვექცეს, ასევე ღვიმევის მონასტერი, რომელიც არის უძველესი მონასტერი ღვიმეში, ანუ საქართველოს სუმელას ეძახიან. არის პირდაპირ აი კლდეში, ღვიმეში არის მონასტერი, სადაც შეზრდილია თითქოს. შეზრდილია და ესეთი კიბეებით არის ასასვლელი და გამიმით, რა ქვია, გვირაბით. ეს არის შიგნით იმაში, რა ქვია. და აქვს უნიკალური ხის კანკელი ჭედური ფირფიტით, სადაც არის ესეც არის აი ერთ-ერთი წყნარი, ეს უკვე არის კაცხის ტაძრის ორნამენტი იყო, ახლა რაც ნახეთ. ეს არის ღვიმევის მონასტერი, აქაც არის ქტიტორები მაგალითად გამოსახული, რატი კახაბერისზე, ესეც არის ბაღვაშების ერთ-ერთი შტოარი, რაჭის ერისთავები. და არის აი ბრწყინვალე რამ, რაც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადგილი, რაც შეგვიძლია ვნახოთ ჭიათურაში. გარდა ამისა, შეიძლება არ გამოგჩეს ის ფაქტი, რომ ჭიათურა არის ჩოგბურთის სამშობლო, ანუ ალბათ ბევრი არ ვიცოდით. აი ჭიათურიდან იწყება ჩოგბურთის ისტორია საქართველოში. აი ჩვენ ხედავთ ნაკრებს ჭიათურის და 1892 წელს ჭიათურაში აი სამუშაოდ ჩამოსულმა ინგლისელებმა გააკეთეს პირველი საჩოგბურთო კორტი. პირველი კორტი საქართველოში საჩოგბურთო იყო ჭიათურაში და აი ესე ვთქვათ 13 წლის ასაკში იქიდან ჩამოსული ინგლისიდან იან ხომერი გახდა ჩემპიონი და შემდეგ აი არაერთი თაობის აღზრდელი და მთელი რიგი ამბავი და ძალიან საინტერესოა ერთი ამბავი, რომ 1928 წელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით ესე ჩატარდა სპარტაკიადა, სადაც იყო ქართული საჩოგბურთო ნაკრები იყო გაგზავნილი, მათ შორის ძირითადად იყვნენ ჭიათურლები და ფინალში მეორე ადგილზე გავიდნენ დამარცხდნენ ბრჭყალებში მოსკოვთან, იმიტომ რომ ეხლა ჭიათურის ამიერკავკასიის სახელით გამოდიოდნენ და ჭიათურის გუნდს ეხლა ცოტა უხერხული იყო, აიღო პირველი ადგილი. ეს საოცარი ისტორია. თუმცა ხო. და აი ჭიათურაც არის თქვა ესეთი საწყისი. არა და მე ჩოგბურთთან ძალიან დიდი ხნის შეხება 7 წელი ვთამაშობდი მე თვითონ ჩოგბურთს. მამა მყავს მწვრთნელი ჩოგბურთს და არასოდეს არ გამიგია რომ ჭიათურაში იყო პირველი ნამდვილად ხო არსებო ანუ ერთადერთი რაც შეგვიძლია ამიღო ისტორიას ხსენებდეს ალბათ არის ფოტომასალა ნაკლებად გვაქვს. და ჩანახავთ. კი, ძალიან საინტერესოა. საბაგიროებთან დაკავშირებით, აი მუზეუმში არის ეს მასალები გამოფენილი და ერთი საინტერესო ამბავი კიდე ჭიათურა არის ჩემპიონი, აი სახაირო ვენეციას რატო ეძახიან. პირველი სამგზავრო საბაგირო საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაიხსნა ჭიათურაში. და მთელი პროექტები და სამუშაოები ადგილობრივი ინჟინრების მიერ იყო გაკეთებული და ერთ-ერთი ასეთი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, მუზეუმში გითხრას ამის შესახებ, რომელმაც პირადად თავისი ცოლისთვის, ანუ ცოლი მუდმივად აგვიანებდა და პირადად თავისი ცოლისთვის გაკეთა პირველი სამგზავრო საბაგირო, რომელიც მე ცოლს რო დაეძებინა, ხო, ესეთ რაღაცას ვიყობიან. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, აი თვითონ ღონისძიებაზე, კაცხის ღონისძიებაზე თვალში მომხვდა მოცეკვავეებს შორის ერთ-ერთი ჩინელი გოგო, საოცარი გოგო, აი იმდენად გულით ცეკვავდა ეს გოგო, აი გადაუღა ეს ფოტო და მე მითხრეს ამ გოგოს ისტორია. ეს გოგო დაიბადა, გაიზარდა უბრალოდ ჭიათურაში და ფლობს ქართულს ჩინელი ოჯახი, ჩინეთიდან ჩამოსული და სკოლაში ბრწყინვალე მოსწავლე და შემდეგ ოჯახი დაბრუნდა ჩინეთში საცხოვრებლად და გოგონას დაეწყო დეპრესია, სიცხეები ჰქონდა და საერთოდ კონტაქტი შეწყვიტა. ისე გაუჭირდა
ჭიათურასთან განშორება. არის იმერლებმა კარგად იციან საჭმელი კარგად. ბავშვია იზრდება ჭიათურა. აი აბა სად შეჭამე ხა ჩინეთში ტაფის ხაჭამობს აი სად კი ბატონო. ან ისრი მაყვალში სად შეჭამე ბიჭი ძვირსად ჭკვიანია ეს გოგო მიუხედავად იმისა რომ ჩინელებს ფანტასტიკური და გასტრონომია ხალხი არის მთავარი სიმდიდრე, რა ვიცი, ჭიათურელი ცუდი ადამიანი არ შემხოდრია სიმართლე გითხრათ. და რა თქმა უნდა და სხვათა შორის ჭიათურელი ძალიან გამოკვეთილი საუბრის მანერა აქვს. მაშინვე ვცნობ ადამიანი ჭიათურიდან არის თუ არა, მაგალითად იმერეთის სხვა რეგიონს. ან სხვათა შორის იმერეთის რეგიონში ესეთი პატარ-პატარა სხვაობები აი ამ საუბრის მანერასთან დაკავშირებით ეს იქნება დიალექტი თუ ეს იქნება კილო თუ ასე შემდეგ. მე რეგიონის სხვა არ მახსენდება რომ ქალაქებს ვიხედეთ ესე განსხვავდებოდეს. მიუხედავად იმისა რომ ერთ რეგიონს აი ჭიათურობაზე თუ გვექნა მშვიდობა, გვაქვს შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ. და ჩვენც უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეწოდა სელზარ. ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობა იმ გაგებით არა წერან რომ ინტერვიუში usmendit კალათს არა. მართლა მშვიდობა რო გვექნება ქვეყანაში და თქვენაირ ადამიანებს უბრალოდ იმის ხალისი ექნებათ რომ ესეთ ადგილებზე ესტუმრონ მოინახულონ სხვა სადარდებელი რო არ კონდეთ აი ამას გისურვებთ. ელზა დიდი მადლობა რომ გვაძლევ ასე ეთერიდან ფოტოების და რა ვიცი სხვა მასალის გამოყენებით გვამოგზავნოთ. ეს მომზადებული მოდის ხოლმე. გამორჩეულ რეგიონებში ჩვენი ქვეყნის და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს იმაში რომ დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა თავის მრავალფეროვნებით. დიდი მადლობა ელზას მომდევნო სამშაბათს შევხვდებით.